ღაზის ცენტრალურ ქალაქ დეირ ალ-ბალახში ისრაელის საჰაერო დარტყმას 8 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი და 3 ბავშვი ემსხვერპლა. ცხადრები ალაქსას საავადმყოფოში ცენტრალურ ღაზაში ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებაში გადაასვენეს. ისრაელმა ღამით ასევე დაბომბა 2 მთავარი საავადმყოფოს მიმდებარე კარვები ღაზის სექტორში, რის შედეგადაც დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ჟურნალისტი. ექიმების თქმით დაშავებულია 9 ადამიანი, რომელთა შორის 6 ჟურნალისტია. მას შემდეგ, რაც ისრაელმა გასულ თვეს ჰამასთან დროებითი ზავი დაასრულა, მან ღაზაზე თავდასხმები განაახლა და სახმელეთო ძალებით ახალი სამხედრო ზონები შექმნა. ისრაელმა უკვე ერთ თვეზე მეტია შეაჩერა სურსათის საწვავის მედიკამენტებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ღაზაში. მისი მიზანია ჰამასის დასთანხმდეს იანვარში მიღწეული ზავის პირობების შეცვლას. ომის შედეგად ღაზაში მცხოვრებთა უმეტესობა საერთაშორისო დახმარებაზეა დამოკიდებული. ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზავის 6 კვირიანი პერიოდის განმავლობაში შიმშილის თავიდან აცილების მიზნით მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს, თუმცა ახლა ეს პროცესი ნელ-ნელა უკან მიდის, რადგან ისრაელი კვლავ ბლოკავს დახმარების შეტანას ღაზაში. ისრაელი აცხადებს, რომ სამხედრო ზეწოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ ჰამასი არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს, არ დაყრის იარაღს და არ დატოვებს ტერიტორიას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ამის შემდეგ ის აღასრულებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც ღაზის მოსახლეობის დიდი ნაწილის სხვა ქვეყნებში ნებაყოფლობით გადასვლას ითვალისწინებს. პალესტინელებს არ სურთ სამშობლოს დატოვება. ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის გეგმის განხორციელება შესაძლოა მასობრივ გაძევებად შეფასდეს, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება. ომი, რომელიც მე-18 თვეა მიმდინარეობს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. დაახლოებით 1200 ადამიანი დახოცეს და 251 მძევლად აიყვანეს. ჯგუფს ამჟამად კიდევ 59 მძევალი ჰყავს, მათგან 24 ჯერ კიდევ ცოცხალია. ღაზაში ისრაელის საპასუხო შეტევამ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 50000-ზე მეტი პალესტინელი იმსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.